მაგრამ ქართველი ხალხი ყოველთვის აკეთებდა. აიშენებია თავდაცვის თუ საეკლესიო ნაგებობანი. ძველ ისტორიულ ძეგლებზე შემონახულია სხვადასხვა წარწერები, რომლებიც გვამცნობს ამ ხანის ვითარების შესახებ. მე-19 საუკუნის გამოჩენილმა გერმანელმა საზოგადო მოღვაწე ლიტერატორი არტ-რაისტი კახეთზე წერდა. ნათელო კახეთო თხიანო, მთების გვირგვინი შემოულებია შენს ვერ მინდორს. ზედა მხარე შენი მეგობარია, ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეს თელავიდან აღმოსავლეთ ალაზნისკენ უნდა იყულოს. კახეთის ქალაქის სკოლის ერთ-ერთი უძველესია თელავი. ქალაქის სახელწოდება ეტიმოლოგიურად უკავშირდება მდინარე თელავს, რომელიც ამ რეგიონის დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს. გაზაფხული შენ გავშვენებ, შენ გაზაფხულ ფუტები, განშორებას ვერავიდან შენზე დარდი თვისები. შენი ეშხით მოხიბლულმა ავაჟღერე ნაღარა, ჩემი გულის სიჭაბუკევ, ჩემი ძმების ჭამარა. ჩემო ძველო გალავანო, ოღონდ სულის ნამყარო, ჩემი გულის საფისარო, ჩემი ხომობის აკვანო. დაბახნების წვიდა წყარო და ზუზუმბოს კორებო, თქვენი ეშხით დამწვარი ვარ დევკაცების სწორებო. ნადიგვარი დიდოს გორა, 800 წლის ჭადარი, ციხე ბატონისეული, აბა სხვაგან სად არის? შენი მათი ყველას მოსთხებ თეთრ-ქოშვით შეიფარე, ჩემო მწვანე სიჭაბუკევ, ჩემო თეთრო სიბერე. თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა. ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო ანტიკურ ხანაში მის ადგილას წარმოიქმნა ქალაქის დასახლება. თელავი პირველად მოიხსენიება ბერძენი გეოგრაფის პლოტემე კლავდიუსის გეოგრაფიაში. ტელადას ფლოტი. საინტერესო ცნობებს უაწუდის არაბი გეოგრაფი ალ-მუკადას. იგი ჩაუთვლის თავისი დროის დიდ და მნიშვნელოვან ქალაქებს თბილისს, შამქორს, შებახას, ღარას და თელავსა სხვა ტიპში აკეთებს. ალ-მუკადასი აღნიშნავს, რომ თელავის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენდნენ. ცხადია, თელავი ის დროს ჩინოს ყოფილა დასახლებული. აშკარად ჩანს, თელავი ქალაქია უკვე ადრეფეოდალური ხანის პირველ ნახევარში, მანამ სანამ იქ პირველი მეფეები დაკვირვებულან. ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ კახეთის საქართველოს პირველ ცენტრად მიიჩნევდნენ მოჭორას, მოჭორა შემდეგ კი თელავს. ყოველ შემთხვევაში მეფე ახდათალის დროს რეზიდენცია გამჯობს თელავში.